მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნინი. შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას, საიდან მოვძებნოთ мотиваცია. ხანდახან გვიჭერს мотивაციის პოვნა, განსაკუთრებით როცა ბევრი საქმე გვაქვს და დაღლილობას ვგრძნობთ. ასეთ დროს შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძალა აღარ ყოფნის, მაგრამ სინამდვილეში საგონება შეიძლება ყველაზე მოულოდნელ ადგილებში ვიპოვოთ. დღეს ამ გაშლით ვეცდები გავიგო, როგორ დავიბრუნოთ мотивაცია, ენერგია და ენთუზიაზმი. მაშასე დავიწყოთ ჩვენი გაშლა. პირველი ვარიანტის შემთხვევაში. რა ენერგია აქვს ახლა პირველ ვარიანტს? და მეორე ვარიანტის შემთხვევაში, რა ენერგია აქვს ახლა მეორე ვარიანტს? კარგით. დროს მოგცემთ, რომ აირჩიოთ ვარიანტი. იმედი მაქვს უკვე აირჩიეთ. რა ენერგია აქვს ახლა პირველ ვარიანტს? პირველი ვარიანტი თავს შეიძლება განაწყენებულად გრძნობდეს, შეიძლება გრძნობს, რომ იქ სადაც არის უკვე აღარ უღირს გაჩერება და სურს, რომ რაიმე სხვა გზა მოძებნოს და სხვა სიტუაციაში გადაინაცვლოს, სხვა მდგომარეობაში და დატოვოს ის სიტუაცია, სადაც ახლა იმყოფება, რადგან სიტუაცია, სადაც ის იმყოფება პირველი ვარიანტი, არის მისთვის საკმაოდ დამამძიმებელი, ემოციურად და მენტალურად დამამძიმებელი. რა აძლევს мотивაციას პირველ ვარიანტს, რასაც ახლა ვერ ხედავს? ფიქრობ, პირველ ვარიანტს мотивაციას აძლევს მდგომარეობა, სადაც შეიძლება იყოს კონფლიქტი, გაუგებრობა, საიდანაც შეიძლება პირველ ვარიანტს წასვლა სურდეს, ერთგვარად დაძაბული სიტუაცია, მომენტები, როდესაც ადამიანი ცუდად გრძნობს თავს, ეს შეიძლება აღმოჩნდეს мотивაციის წყარო, რათა ადამიანმა დატოვოს ის მდგომარეობა, რაშიც იმყოფება და უფრო უკეთესი ჰარმონიული ცხოვრებისთვის იბრძოლოს. რა შეიძლება იყოს თქვენი შთაგონების წყარო? თქვენი შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ის შინაგანი შიშები და დაბრკოლებები, რომლებიც ახლა გაქვთ, რომელიც ახლა გაწუხებთ და გრძნობთ, რომ ის ბორკილები, რომელიც ახლა გაბრკოლებთ და თითქოს გამოსავალს ვერ ხედავთ, ეს ერთგვარად შეიძლება თქვენთვის შთაგონების წყაროდაც კი იქცეს, რომ ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის საშუალების გზები ეძებოთ.
როგორ უნდა შეინარჩუნოთ ძალა და ენთუზიაზმი? თქვენი ძალების და ენთუზიაზმის შემუშავებაში დაგეხმარებათ საკუთარ საქმეზე უფრო მეტი ორიენტირება და უფრო მეტი კონცენტრაცია, როდესაც თქვენს ენერგიას ჩადებთ საქმეში, რომელიც მოგვიანებით შედეგს გამოიღებს, ეს მოგცემთ უფრო მეტ შთაგონებას და რა თქმა უნდა ძალასაც. რა იქნება შედეგი თუ მოძებნით და მიიღებთ მოტივაციას? შედეგი იქნება ის, რომ თქვენ გახდებით თქვენივე თავის და თქვენივე ცხოვრების შემოქმედი ფლობელი, თქვენ ხელში იქნება თქვენივე ცხოვრების კონტროლი და ვფიქრობ, თუ მოტივაციას მოძებნით და ამ სიტუაციას გაუმკლავდებით, იმუშავებთ ამ თემაზე, აუცილებლად მიიღებთ ძალიან კარგ შედეგებს, რომლებიც დაგაკმაყოფილებთ და ნამდვილად გაგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომელიც თქვენ გსურთ. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა ენერგია აქვს ახლა მეორე ვარიანტს? ამჟამად მეორე ვარიანტი მზად არის, რომ იმოქმედოს, მზად არის, რომ საკუთარი მიზნები განახორციელოს. შეიძლება თქვენ უკვე გაქვთ ჩაფიქრებული საქმე ან რაიმე გეგმა, რომელიც უნდა შეასრულოთ. თქვენ გაქვთ ენერგია, რომ იმოქმედოთ, ასე რომ ვფიქრობ, მზად ხართ, რაიმე ახალიც შეიძლება რომ დაიწყოთ. რა აძლევს მოტივაციას, რასაც ახლა ვერ ხედავს მეორე ვარიანტი? მეორე ვარიანტი შეიძლება ვერ ხედავდეს იმ შანსს, რომელსაც შეიძლება სამყარო აწვდის, რომ გამოიყენოს. შეიძლება მეორე ვარიანტი ხედავს კიდევაც ამ შანსებს, თუმცა გამოყენების პერსპექტივაში რამდენად იყენებთ, უნდა დაფიქრდეთ, რამდენად ამჩნევთ და შეიძლება მზად ხართ, თუმცა არაფერს მნიშვნელოვანს არ აკეთებდეთ ამისათვის. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ამჟამად მოტივაციას გაძლევთ ის შანსები, რომელიც ნამდვილად უნდა გამოიყენოთ და უნდა დაინახოთ სამყაროსგან. თუნდაც ძალიან მცირე იყოს. რა შეიძლება იყოს თქვენი შთაგონების წყარო? თქვენი შთაგონების წყარო, ვფიქრობ, შეიძლება იყოს ემოციური სტაბილურობა, თქვენი ემოციური სტაბილურობა, თქვენი წონასწორობის შენარჩუნება, თქვენი შთაგონების წყარო შეიძლება ნებისმიერი საქმიანობაც იყოს, ნებისმიერი ემოციური მდგომარეობა, რომელიც ზომიერებასთან არის კავშირში, ზომიერად მოქმედება ან ზომიერად აზროვნება, რაც შეიძლება რომ ეხებოდეს ზომიერებას, მიზანმიმართულობას, ეს შეიძლება იყოს თქვენი შთაგონების წყარო, თუნდაც თქვენი სულიერი სიმშვიდე იყოს თქვენი შთაგონების წყარო. როგორ უნდა შეინარჩუნოთ ძალა და ენთუზიაზმი? თქვენ უკვე გაქვთ ძალა და საკმაოდ ძლიერი ხართ, უნდა აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ეს ძალა და დაინახოთ ის.
შეამჩნიოთ თქვენი ძალები, შეამჩნიოთ თუ როგორი ძლიერი ხართ, რამდენს გაუძელით, თუნდაც რამდენი გამოიარეთ, იყოთ მადლიერი საკუთარი თავის მიმართ. და ვფიქრობ აუცილებლად დაინახავთ ამ ძალას საკუთარ თავში და კიდევაც შეინარჩუნებთ. რა იქნება შედეგი თუ მოძებნით და მიიღებთ мотивაციას? თქვენთვის შედეგი იქნება ის, რომ შეიძლება გაჩერებული სიტუაციიდან დაიზრათ და ახალი გეგმებისკენ, ახალი მიზნებისკენ გადადგათ ნაბიჯი. შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში მოხდეს ან განახორციელოთ ცვლილებები, რომელიც იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუნდაც ქალაქის შეცვლა, ან სოფლიდან ქალაქში გადასვლა, ან ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა, ნებისმიერი სასიკეთო ცვლილება, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დატოვოთ ის პრობლემური სიტუაციები, რაშიც ახლა ხართ, ან რაშიც ვერ ვითარდებით და წინ ვერ მიდიხართ. ვფიქრობ, თუ თქვენს თავში მოძებნით ამ мотивაციას, აუცილებლად თქვენ იპოვით საკუთარ თავში ძალას და აუცილებლად განახორციელებთ ცვლილებებს. ამით გემშვიდობებით, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ გაშლა. გელოდებით კომენტარებში.